ჩემი შეკითხვა იყო, გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე ახსენებდა თუ არა მასთან, სხვებთან, სატელეფონო საუბრისას და მას ხომ არ მოусმენია სახელს და გვარს გიორგი მიქაძეს. რაზეც კატეგორიულად გასამოწმენ პასუხი, რომ ასეთი არასოდეს არ მოусმენია. გაიხსენა ერთადერთი შემთხვევა, ოღონდ ვერ დაადასტურა საუბარი ჰქონდა გიორგი მიქაძეზე თუ დავით მიქაძეზე, ეს იყო დაახლოებით 7-8 წლის წინო, ერთ-ერთ რესტორანში, როდესაც მან მიიყვანა ლევან ჯანგველაძე, იქ ვიღაც პირი გამოეცნაურა, შემოხვდა, ასე ვთქვათ, რესტორანის შესასვლელში, უთხრა რომ ვარო მიქაძე, ოღონდ გიორგი თქვა თუ დავითი თქვა ეს არ ახსოვს, შეიპატიჟა რესტორანში და იქ გაგრძელდა წვეულება. კი უფრო საინტერესო ისაა, რომ ამ მოწმემაც კიდე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძესთან საერთოდ არავითარი არასდროს შეხება არ ქონია ლევან ჯანგველაძეს, არ უხსენებია. დავით მიქაძესთან დაკავშირებით დაახლოებით 10 წლის წინ თუ 7 წლის წინ თქვა, რომ ერთხელ რაღაც რესტორანში შევიდნენ ერთად, მეტი არანაირი შეხება არ ქონა. კიდე ერთხელ დადასტურდა, რომ მოწმე რომ მოდის აქ. ეს მოწმეები ძირითადად არის მკვლელობის მოწმეები და შემთხვევის მოწმეები, თორე ორგანიზების მოწმე ჯერ მოსული, რომელიც რაიმე სიტყვა და ამ პროცესთან მიმართებაში, მე ჯერ პროცესი არ მინახია.